ბედნიერება ქალად დაბადება, რადგან მხოლოდ ქალს შეუძლია გახდეს დედა. დედობრივი გრძნობა კი სამყაროზე დიდია. დედობა ნახომ ბავშვობის ყველაზე საყვარელი თამაშია და სწორედ ამ თამაშით ჩვენთან ერთად იზრდება სურვილი გახდე დედა. იზრდები შენს, ქმნი ოჯახს, ყველაფერია შენში, ბრწყინავ როგორც მზე, რადგან სწორედ ის მამაკაცი ყავს გვერდით, ვინც გინდა რომ შენი შვილის მამა იყოს. თავიდან ფერები უფრო ფერადდება, რადგან ამ დროს ორივე სოცნება ერთდება და სიყვარული უფრო ძლიერდება. რაც უფრო ძლიერდება სიყვარული, მით უფრო ჩქარობ ამ სიყვარულს დაადგა გვირგვინი, რომელსაც შვილი ქვია. ლელას და ემზარის ქორწინებაც ასე დაიწყო. დედა ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ვიწვრთით ერთმანეთს და დაახლოებით 16 წელს ვიქნებოდი რომ გამოვიდა და ბავშვი ესეც ძალიან ორიგინალურად მოხდა ჩვენი სიყვარულის ისტორია. გადავწყვიტეთ რომ დაგვეწერა ჯერ პირველ რიგში ჯვარი. მე ჯვარი ვერ ყავდა და არც ბეჭდები არ ქონდა და ალჩის ხალხში მამამ გავიკეთა სათლის კალიცვებით და ასე ორიგინალურად სათლის კალიცვებით დავიწერეთ ჯვარი. პირველივე წელს დავჭი ფეხბურთი და ძალიან სასიხარულო იყო ის ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ რამეს ვფიქრობდი, მინდოდა რომ ყოფილიყავი დედა. დედაჩემის ეტანონდა გამოდიოდა, იმიტომ რომ დედაჩემი ეტანონად ყავდა და იქნება. პირველივე წელს სამკვირაში დავყარდე ნაყოფი, იმიტომ რომ ვირუსი მქონდა და პირველივე წლიდან დაიწყო ჩემი ყურამების ისტორია და ბრძოლა ამ უშვილობასთან. ძალიან ბევრი ვიბრძოლე. მომიწია 9 წელიწადი იტალიაში ყოფნა იმის გულისთვის, რომ გამეკეთებია ხელოვნური. როცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ლესინაში უნდა გადავსულიყავი ხელოვნურის გასაკეთებლად, მეუღლე საქართველოში იყო და მყავს ნათლული თურქეთში, მიგდებს ერთ-ერთ ვიდეოს და ის ხომაში ჩემი გადაწყვეტილება ალბათ ცხოვრებაში რას ვერ მიღია სწორად. მიგდებს ვიდეოს ეკატერინე ქათამაძის, სადაც 23 წლის უშვილო ჩემო ფეხბურთიმეთ, როგორც კი მივედი სახლში, მეუღლეს ვურეკავ და ვეუბნები, რომ არ ვიკეთებ მესინაში ხელოვნურ განაყოფიერებას, მივდივართ თურქეთში. უკვე იმდენად ვიყავი არასოდეს 17 წლის განმავლობაში ჩემს სახეზე არავის შეუმჩნევია ჩემი უშვილობის ამბავთა ის, რასაც განიცდიდი. დამეთანხმა მეუღლე ოღონდ მე ყოფილიყავ ბედნიერი და ყოველთვის ასე გადაწყვეტილებას როცა ვიღებდი, ოღონდ შინაგანად ყოფილიყავ, შინაგანად მჯეროდა, რომ როდესმე მაინც ამიხდებოდა სურვილი მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში დავჭი ფეხბურთიმეთ, მაგრამ არ შედგა ფეხბურთობა და დაურეკე სანდრას, მომაწოდე სანდრას ნომერი, მივწერე სანდრას, ის 3 საათი სანამ სანდრა მიპასუხა, ალბათ კიდე 30 წელიწადი იყო ჩემთვის. ვესაუბრე სანდრას და ჩვენს შორის საუბარი შედგა თითქოს ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით. და არ ვიყავით უცხოები ერთმანეთისთვის, დავგეგმეთ, ჩამოვედი საქართველოში და წავედით სანდრასთან. შეხვდა სანდრა და მისი მეუღლე. რა თქმა უნდა, თურქული არ ვიცოდი, მაგრამ მის მეუღლესთან ისეთ ურთიერთობაში შევედით, მე და ჩემი მეუღლე, რომ არც გვიგზნია, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. ესეც ძალიან სპონტანურად მოხდა, იმიტომ რომ მე იმ სასტუმროში არ მივდიოდი, სადაც სანდრას მიყავდა პაციენტები, რომელიც კლინიკასთან იყო ხელშეკრულებით. და შემთხვევით ასე ენის გამო რომ ვერ მივაგინე კლინიკას, ტაქსი გავაჩერე და ხელით ვაჩვენებ, რომ მე მინდა რომ მივიდე ის კლინიკი ჰოსპიტალთან თქო და წამიყვანა ტაქსმა საერთოდ სხვაგან ყოფილვართ 30 კილომეტრის მოშორებით. და აქაც ვიზახი ხოლმე ერთი ისტორია გადახდა, რომ ტაქსი მივეცი თანხა და ეს თანხა ზედმეტი აღმოჩნდა ტაქსისტვის და ფიქრობ ხოლმე, რომ ანუ თავარია იყო ადამიანი და არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას. ტაქსისტმა მითხრა, რომ ზედმეტი იყო თანხა და უთხრა, რომ არ მინდა ფული, ირგვლივ მაშონინე სასტუმრო ჰოტელი თქო და შემთხვევით მე მეყვანა და სანდრას ქართული საუბარი გავიგე, შეყავდა სხვა პაციენტი ზუსტად იმ სასტუმროში, სადაც სანდრა უნდა მენახა. იმ საუბარში დაიწყო ჩემი და სანდრას მეგობრობა. მაშინ როცა ჩემთან პირველად ჩამოვიდნენ, მახსოვს ლელა მიყვებოდა. მე და ჩემი ქმარი ერთად გავიზარდეთ, ორ სხვადასხვა სხეულში ერთი ვართო. მიყვებოდა მათი გაცნობის, მერე შეუღლების, მათი იმ უკიდეგანო სიყვარულის ისტორიას, რომლის მოყოლის დროსაც კი თვალები ბედნიერების ცრემლებით ევსებოდა.
თუმცა ასევე უდიდეს ტკივილს ვხედავდი მის თვალს მიღმა, რომლის გამოჩენა არ უნდოდა ჩემთვის. ვუსმენდი მთელი ყურადღებით და მინდოდა არ დაესრულებინა საუბარი სწორედ იქამდე, სანამ იმ ტკივილით სავსე მომსკდარ ცრემლს დავინახავდი მის თვალებზე, რომლის მიზეზმაც ჩემამდე მოიყვანა. გავჩუმდით ორივემ. ხედავ ტუჩები აუკანკალდა, სიტყვის წარმოთქმა უჭირს. ბავშვობაში დედობანას თამაშივით ადვილი არ ყოფილა მისთვის შვილის ყოლა. 17 წლიანი ბრძოლის შემდეგ ერთმანეთზე შეყვარებული სიცოცხლით სავსე, მაგრამ ტკივილით გადაღლილი წყვილი მეჯდა წინ. და მერე ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელები და დავემგზავრე მისი ოცნების განსახორციელებლად. დავიწყეთ მკურნალობა, სამთვიანი მკურნალობა, 3 თვის შემდეგ ისევ ჩამოვიდი საქართველოში და 3 თვის შემდეგ დაუბრუნდი ისევ უკან. მეუღლემ აქ გაიკეთა ოპერაცია და შევთხოვეთ, რომ მივედით სია ექიმთან, იყო ჩამოსული თემურ გურგანი. როცა გურგანმა გაიგო, 17 წლის უშვილობა მქონდა, გადმომითარგმნა სანდრამ და თქვა, რომ ეს იქნება ჩვენი კლინიკის გასაღებიო. მე ამას აუცილებლად ვაყოლებ შვილსო. ესეთ რაღაცა ერთგვარი დამთხვა იყო, რომ მაინდა-მაინც იმ დღეს მივედით, როცა თემურ გურგანი იყო ჩამოსული. დამიბარა თემურ გურგანმა ანკარაში, მაშინ სანდრა ფეხზიმეთ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილი მეგობარი, რასაც ქვია, ისე დამიდგა გვერდით, თვითონ ტოქსიკოზი ჰქონდა. ჩამოვიდა მეუღლე, დააჯინა რუზე და მანქანით წავედით სტამბოლიდან ანკარაში. ძალიან ცუდად იყო გზაში, მაგრამ რასაც ქვია, კიდე ჩემზე ფიქრობდა, რომ ოღონდ შენ ჩაგიყვანო და ოღონდ შენ გეღირსოს და ფეხსაც მე თვითონ მიბნევდა და ყველაფერს მეკეთებდა, მე რო უნდა მომევლო ფეხზმნისთვის თვითონ მივლიდა აქეთ. გავიკეთე პირველი ხელოვნური სამწუხაროდ, არ დავჭი ფეხზმნე და უკვე სანდრა და მისი დედა ისე ნერვიულობდა, რომ ჩემ თავზე უკვე აღარ ფიქრობდი, ფეხზმნეთ იყო და ფიქრობდი, რომ თვითონ არაფერი დამართნა და მიმეღო სამშობლო ცხოვრობდი სანდრასთან ოჯახში. არც მიგზნია რომ სპეციალური ოჯახი იყო, სიმართლე გითხრათ, ვიყავით თავისუფლად. დავდიოდით კონცერტებზე. იქ ანკარაშიც ძალიან დამათვალელებია ქალაქი. გადახვდა ბევრი კურიოზები, თვითონ ტოქსიკური იყო საჭმელთან დაკავშირებით, მე ღამე რაღაცები ესიზმეფო დაილანდებოდა. ხო და მოკლედ ყველას უყვებოდა, რომ ღამე გლები ესხმოდა თავს და მე რატო არ გადავარჩინე და ეს ყოველთვის ასე გასახსენებლად აგვაქვს იქაური ისტორიები, 2 გამოკეტილი 10 დღე სასტუმროში. სუხელი გამომეგვიძა, გადმოვიდე, ჩემთვის რაღაცას ვფიქრობდა. მის ხმა. სანდრას გავუწევი და გიგვიზა გაღვიძქურმა. რა იყო, მოვთხარი. გლები მომზდებდა და მგელი მეცა სახეზეო. კოცას ვანთებდი და მგელი მეცა და ეცხო გირაღავ ჭინტოები და ავდექი მე ტუალეტში შევედი. გამივედი და ზის გაბრაზებული და რა იყო, მოვთხარი. მანამდე რატო არ გამაღვიზეო და მანამდე მოვთხარ სანამ დღეში შეხტიტოდი თუ რა ვიცი, მე მეგონა აგერიცვა და რა ვიცოდი ეს შუა ჯუნგლებში თუ იყო. ერთი 2 დღე მინდა კიდე და კარგად გავრეკავთ. ასე. აგერ მგონია მე მივლის ჩემი ქმარი წევრი და მშვიდად არის და ეს გლებს დასწრებთ ხაში. აჰრელალე. თუ რამე იყოს მომეშოლე ხოლმე. კაი. ზენ განაღებ მაცოდე ხა. ყველას მოუყევი და ერთიანად გავიზიარებ და ყველამ გაიგოს. ცოტა ძველი სასტუმრო იყო და ვეზებდით, სადაც ლენინია, სტალინი უნდა დავხვედროდა და მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ცუდად დამთავრდა, ეს ისტორია არ დამიყრია ხალხმალი, არც წამოსულ ვარ. დავიწყე ისევ თავიდან, გავიკეთე ოპერაცია, ლაპაროსკოპია და ხელახლა შევდექით საქმეს. მივედით კლინიკაში, ჩამოსული იყო თემურ გურგანი და
ის დღეს არ გამავსდება, რაღაც ესე განსაკუთრებულად რო შემოვიდა და ყველა ფეხზე ადგა და მე რო შემხედა ცრემლიანი თვალებით წამოდი კაბინეტში უნდა წავიდე, ანუ არავისთვის ყურადღება არ მიუქცევა და მეც და სანდაც ისე არ მაყათავდებით, თვითონ ჩვენთვის იყო გაერთად ჩამოსული. რაღაცა იქ ყოფნის დროს სულ ყოველთვის გრძნობდი, რომ რაღაცნაირად ჩემი ისტორია იყო განსაკუთრებული. და არა მარტო ამოშვილობის და სტამბოლთან გადახდილი მას ისტორიაზე, ყოველთვის რაღაცნაირად განსაკუთრებულად გრძნობდი თავს. ცხოვრებაშიც რაც ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ყოველთვის ფიქრობდი, რომ აი რაც ხდებოდა ეს უფლისგან იყო ბოძება. გავეკეთე მეორე გადატანა, იყო სრული ლოკდაუნი. მეორე გადატანაზეც. მაგრამ როგორც კი შემოვიდა ზეექიმე, მითხრა რომ სანდრა ფერმზიმეთ უკვე ბოლო თვეში იყო თვალწები და მითხრა ზეექიმა რომ ძალიან კარგი გადატანა ეტოვა და მეთის იმედი მაქვს რომ ეს ფერმზიმა უნდა შედგეს. 10 დღის შემდეგ უკვე სანდრასთან არ ვიყავი, იმიტომ რომ რათი ჩამოვიდა შემცვა და ჩემი დაჯინებით გადავედი ნათესავთან, ნათლულის მეგობართან საცხოვრებლად და არ დავრადები ვარ 12 დღეს, მე-11 დღე იყო უკვე გრძნობდი, თავს ისე უცნაურად გრძნობდი, გავიკეთე ხეგე და ის 2 საათი პასუხს რომ ველოდებოდი, თითქმის რაც მიწვალებია 17 წლის განმავლობაში, ეს მეგობრები მესაუბრებოდნენ, მაგრამ არაფერი აბსოლუტურად არ მესმოდა. სრულიად გაფოვებული, უემოციოდ დავხედე პასუხს და იყო 489. ტყუპები. იმ წუთასვე მივხვდი, რომ იყო ტყუპები და Hadi klasik saydı da. Ay Lel, გამოვხედე. ორი ცალი ყავს. აშკუია. Lel. Ay. ორი ცალი. ლაპარაკის თავი აღარა მაქვს. Lel. ახლა დაწყნარდი. всё, დაწყნარდი. ლელა. ხოისაყოდით ლელა. სივი პატარი. აშკომია. არ ვიცი. ალბათ მთელი ცხოვრება მიმახსოვრება ის ემოციების ზღვა, რაც იმ წუთას ვიგრძენი. გამოვიდა მეუღლეს მაგალითად დაუვეკე სანდრას და მეუღლე იქეთ დასამშვიდებელი გამიხდა ისეთ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ არავინ არ ელოდა. ყველა ელოდა რომ მე 12 დღეს უნდა გამეკეთებდა, მე გავეკეთე მე-11 დღეს ხეგე და იქიდან იწყება მაშინ დავიფათე. აი იმ დღიდან იწყება უკვე ჩემი და ჩემი მეუღლის ახალი ისტორია. მომიწია ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ცუდი გზების გამოვლა, საქართველოს რო ჩამოვაყანა ჩემი პაწაწუნა. წავედით ექიმთან. ძალიან ორიგინალურად მოხდა კიდე იმის გაგებაც, რომ ბიჭი იყოს სქესის. ექიმი მეკითხება, რომ მე რამდენია
ხარი პირველი ასე 17-ის ნანატ რომ მაშინ რაში გაინტერესებს თუ სქესი რა იქნება და კარებში მომაძახო რომ მართალია მამამის არ გაუკეთებია მაგრამ მაინც უთხარი რომ ბიჭია ხო და რო გავიგეთ რომ ბიჭი იყო იმ საღამოსვე მეუღლემ გადაწყვიტა რომ დაერქმე ანდრია მეუღლეს არჩეული სახელია რომ გვართან შეგვეხმებია და ახვლედიანი ანდრია მეუღლეს გადაწყვეტილებით არ ვიცი მშობიარობის პერიოდი მქონდა ისეთი აი თითოეული დღით დავტკბი რასაც ქვია 17 წელიწადი რაც ვიწვალე მშობიარობის პერიოდში თითოეული დღე აი ის ნატურა მიუხედავად იმისა რომ არ მეტყობოდა თუნდაც ის რომ სანდრა ფეხზე მეტიყო და აი თანყვებოდა დედა ეფერებოდა ის უჭრიდა ყველანაირად ზრუნავდა ხო აი სულ მქონდა იმის განსწორება აი მე როდის ვიქნები და მე როდის მომეფერებია და აი მე როდის და ნამდვილად ფეხზე მომამისა გაიარა როგორც წარმომედგინა ჩემს წარმოსახვაში როგორც ფონა ასე დაიბადა ანდრია მომწუხავს სტრდეი მარტო მეუღლე ამერიკაშია მაგრამ თავარია რაც მივახციეთ ცხოვრებაში რომ გავხდეთ მშობლები და ეს არის სანდრას დამსახურება ყოველთვის მე ძალიან ბევრ ადგილზე დავწერე სანდრას სახელი და პოსტი და ყოველთვის ვამბობ რომ არასოდეს არ არის ქვია არასოდეს არ უნდა დანებდნენ და ძალიან ბევრს მივეცი სანდრას მისამართი ძალიან ბევრს დავეხმარე პულით და სულით რომ მისულიყო სანდრამდე და ღირსებოდა ის ბედნიერება რაც მე მეღირსა სანდრაც ისეთ საქმეს აკეთებს სამი შვილით რომ არ ვიცი ამ ცხოვრებაში საერთოდ თუ შეიძლება როდენიმე გადაუხადოს ვერც მე ვერ გადაუხდი მის ამაკს და სიკეთეს ერთადერთი ამას ვიტყოდი რომ თუ გინდა მიზანს მიაღწიო აუცილებლად უნდა იბრძოლო იმიტომ რომ 17 წელიწადი ვიბრძოლე და 17 წლიანი ბრძოლის შემდეგ უფალმა გამომიჩინა სანდრა და სანდრას გახმარებით კიდე ვერესე ბედნიერებას. სანდრა მედის მისია შესრულებულია.